სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს დიდი და კურთხეული დღეა. ზეიმობთ ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა და შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ეგვიპტიდან როცა ბრუნდება მართალ იოსები ღვთისმშობელთან და ჩვილ ყრმასთან ერთად, თვალი აღარ აცხადებს თავის თავს, ელოდება სრულ ასაკს, რადგან იუდეველთა ტრადიციით თუ ადამიანი 21 წლის არ იქნებოდა, ის მოძღვარი და მასწავლებელი ვერ გახდებოდა. და დადგა ჟამი, რომ უფალი განცხადებულიყო და არა მარტო უფალი განკაცებული, წმინდა სამება განცხადებულიყო კაცობრიობისთვის. ძველ აღთქმაში დაფარულად იყო წმინდა სამების შესახებ, მაგრამ რახან ძველი აღთქმის ხალხი მიდრეკილი იყო კერპებისაკენ, წმინდა სამების საიდუმლო ვიმეორებიყო დაფარული, რადგან ხალხი სამ ღმერთად გამოაცხადებდა და მრავალღმერთიანობაში ჩავარდებოდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ჯერ ჩვილს რძეს აძლევენ და მერე უხეშს საკვებსო. ჩვილი იყო კაცობრიობა და არ იყო წმინდა სამების მისაღებად ზად. და მოვიდა ჟამი, რომ განკაცებული ძე ღვთისა განცხადეს. იქამდე იოანე ნათლისმცემელი 6 წლით ადრე გამოჩნდა და ქადაგებდა, რომ უახლოებულია სასუფეველი და ადამიანებს ამზადებდა სინანულის გზით, რომ უფალი მიეღოთ. თუ არა სინანული და ცოდვათაგან განწმენდა, ადამიანი ვერ მიიღებს უფალს, ვერ შეიწმარებს უფალს, ვერ დაინახავს უფალს გულით. და რომ გულია მთავარი, გულში ხვდება ადამიანი ღმერთს. და მოდის უფალი, ინებებს, რომ მანაც ნათელი იყოს. და იოანე შეძრწუნებული აყენებს მას და ეუბნება, რომ მე შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემთან მოხვალაო. ანუ მე უნდა მივიღო შენგან ნათელიო და უფალი ეუბნება, რომ აყენებს და ეუბნება, რომ შვენის ყველას, რომ აღასრულოს ღვთის სიმართლე. რა არის სიმართლე? ღვთის ყველა მცნება არის დიდი სიმართლე და ჭეშმარიტება. და უფალი ყველა მცნებას ასრულებს და ამით გვაჩვენებს, რომ ყველა ცნება უნდა აღასრულოს ადამიანმა, თითოეულმა ადამიანმა შეგვაძლებინოს ეს ღმერთმა. ერთი მცნება შევასრულე და ხუთი არა და ან ხუთი შევასრულე და ერთი არა, ესე არ შეიძლება. ყველა მცნება უნდა ასრულდეს და უფალი ამის სახეს გვაძლევს და ასევე ნათლობის სახეს გვაძლევს უფალი. და შედის წყლის სტიქიაში, მის სიღრმეში და თავისი შესვლით განწმეთ წყალს. წყალს ბიბლიაში ორი დანიშნულება აქვს. ერთი არის ჰაოსისა და სიკვდილისა, როცა წარღვნის წყლება ახოცებს მთელი კაცობრიობა ნოეს გარდა და მის შვილებისა, და მეორე ეს არის გამოხსნისა და სიცოცხლისა. მეწამულ ზღვაში მიიღეს გამოხსნა იუდეველმა ერმა იორდანის წყლებში ახალმა ერმა, ახალმა ისრაელმა, ქრისტიანებმა მიიღეს ხსნა და გადარჩენა. წყალი განიწმინდა, წყლის სტიქია ეკურთხა უფლის წყალში ჩასვლით და აღმოხდა უფალი მყისიერად. და რატომ წერია მყისიერად? ვინ ჩადიოდნენ, შეყავდა იოანე ნათლისმცემლის სიღრმეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. უფალი წმინდა და უცოდველი რას იტყო და რა ცოდვა ჰქონდა. რომ გამოდის წყლიდან, აქ ხდება დიდი საკვირველება. ცა გაიხსნაო, იქამდე ცა იყო დახურული. იმიტომ რომ ადამიანი დაცემული იყო და ვერ ადიოდა ადამიანის სული ზეცამდე, ჯოჯოხეთში ჩადიოდა. იტანჯებოდა ადამიანი. ეხლა ცა გაიხსნა სამყაროსათმის და ძე იდგა, სულიწმინდა გადმოვიდა ტრედის სახით, შეგვიწყალე უფალი და მამის ხმა ისმოდა. ესე არ ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთო. წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა, ერთი ღმერთი, ერთ არსება, განეცხადა კაცობრიობა და გაიგო ადამიანმა ჭეშმარიტება სრულიად. იმდენად, რამდენადაც ადამიანი მას დაიტევს. და ჩვენ სასულიერო პირებს ყველაზე მეტად გვევალება, რომ ვიქადაგოთ ნათლისღების შესახებ და
მისი აუცილებლობის შესახებ. მორწმუნე საზოგადოებაში ვერ შევა ადამიანი ნათლისღების გარეშე. ეს არის კარიბჭე, რითიც ადამიანი შედის ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებსაც ეზიარება. და უფალი ნიკოდიმოს წეუბნება იოანეს სახარებაში წერია, რომ ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ იშვებსო წყლითა და სულითა, ის ვერ შევა სასუფეველში. ნათლისღების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ გადარჩება. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს ნათელი, უნდა ნათელი იყოს, უნდა მოინათლოს. რომელსაც წმენეს და ნათელი იყოსო, ამბობს უფალი, ცხონდეს, რომელსაც არ აწმენეს დაისაჯოსო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, ეს არის კურთხეული დღე. ეს არის ხსნისა და გადარჩენის დაწყების დღე. ამ დღეს ადამიანის სულში მადლი უფლისად ჩაიღრება და განიწმინდება ადამიანი. წყალი განიწმინდება, სულიწმინდის მადლით იკურთხება და განიწმინდება ეს წყალი. და ეხლა მიდი დააჯერი ადამიანს, აბა იქნება არ განიწმინდა, იქნება ეს ხოლო მოჩვენებაა და მხოლოდ ესე იგი სიტყვებია ცარელა, მაგრამ შეხედავ 10 წლეულები გავა და წყალი, რომელსაც 2-3-4 დღეში ვეღარ დალევ და გაიხსნება, გამდოვრდება და სიყროლე მიეცემა, უკვდავი ხდება. მესულნევი მეორე, ამით ჩანს, რომ ეკლესიას შეუძლია ადამიანს მიენჭოს უკვდავება, იმიტომ რომ აქ ცხლობს სულიწმინდის მადლი. ეს წყალი ათონელი ბერები იმიტომ არ იხრწნებაო, რომ მას შეერთო სულიწმინდის მადლი. ჯანმრთელობის გასამტკიცებლად არის, სნეულებების განსაკურნებლად არის, უამრავი სასწაული ხდება. ამ წყლით ფიზიკური და სულიერი განკურნებისა ეშმაკთა გამდევნელია წყალი, რომელსაც მადლი მიეცა. და მოვედით წყლის წასაღებად, რომ აი ყოველ დღე მიიღოს ადამიანმა ეს სიწმინდე და ამით მადლს ეზიაროს ღვთისა და მამები წერენ ასეთ რამეს, როცა ნაკურთხ წყალს დალევო, გაიხსენე ნათლისღების დღე და შენი ნათლობა და კითხე შენ თავსო. ცხოვრობ კი მონათლული ადამიანის ცხოვრების წესითო. აი ამ წყალს რო იღებ, ამ სიწმინდეს გაიხსენო, რომ შენც ნათელღებული ხარ და ცხოვრობ თუ არა ქრისტიანივით, მონათლული ადამიანივით. უფალი წყრის სიღრმეებში შევიდა და განწმინდა და მას არაფერი არ აბრკოლებს ადამიანის ხსნისათვის, რომ მოვიდეს და გვიხსნას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვუშვებთ კი ჩვენ ცხოვრებაში უფალს. აქვს კი ადგილი, შევა კი ჩვენი სულის სიღრმეებში. აი ამაზე უნდა იფიქროს დღეს ადამიანმა, თორე ეგრე შეიძლება 100 ლიტრა წაიღოს სახლში, მაგრამ არაფერი შედეგი არ ჰქონდეს. რწმენისამებრ უნდა იცხოვრო და რწმენისაებრ შენისა მოგეგება სიწმინდეთ, სიმართლეს და სიკეთეს. ამ დღეს უხვად გადმოდის ზესიდან მადლი სულისა წმინდისა დაეფინება წყალსა და იკურთხება და უხრწნელებად შეიცვლება და გვახსოვდეს, რომ ეკლესიის გარეშე, როგორც ზღვაში გემის გარეშე არ არის გადარჩენა, ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება, ვერ ცხონდება, ვერ ეზიარება ზეცას და სიწმინდეს. აი ეს ნაკურთი წყალი აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი რელიგია ეს არის. აბა მოიყვანეთ ნებისმიერი რელიგიის კულტის სახური და აბა ეს სასწაული აღასრულოს. ეჭირო ეპარება რწმენაში ადამიანს, ღვთის არსებობაშიც ეჭვი ეპარება ადამიანს. დავით მეფე ჯერ კიდევ 1000 წლის ადრე ქრისტემდე ამბობდა, თქვა უგუნურმა გულსა შინათვის არაა ღმერთიო. მარტო ამითაც კი, ამ ხილული სასწაულთაც კი ღმერთის ხილვა შეიძლება ნახავ, რომ ხრწნადი უხრწნელებად შეიცვლება, უკვდავებად შეიცვლება. დღეს ისეთი დღე, რომ სოფლიო წყლებზე გადმოდის სულიწმინდის მადლი, ჭიდან წყარო და რო აიღო წყალი, ისიც არ გაიხრწნება. ისეთი განსაკუთრებული დღე არა თუ კონკრეტული წყალი, რომელსაც ვაკურთხებ, წარმოითქმება ლოცვები სამღვდელოთაგან, სოფლიო წყლები ეკურთხება და განიწმინდება და თითოეული თქვენთაგანი ეკურთხოს, განიწმინდოს, ის მადლი, რომელიც წყალს მიეცემათ, ის თქვენც მოგეცეს, ჩვენც მოგეცეს, ყველა დაბადებულს მიეცეს, ის უხრწნელებაა და უკვდავება.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, წყალობით აგავსოთ, გარეთ იცით არის დიდი ემბაზი და იქ საზეიმოდ ვაკურთხებთ წმინდა წყალს და შევევედრებით ღმერთს და თქვენ შევევედრეთ, რომ უხვად გადმოვიდეს მადლის სულისაწმინისა, სნეულთა მკურნალი და ნაკვლევანთა აღმავსებელი, როგორც იმ წყალს მიანიჭებს უკვდავებას და უხსნაებას, ჩვენც მოგვანიჭოთ ღმერთმა. ამინ.